ბატონო, პრემიერი როდის ხდებით? 10,000 ავტომობილს რო გავყიდი. Oh my god! მოგესალმებით. დღეს კიდევ მათე მოტორსის ცენტრიდან. რა ხდება დღეს? დღეს ჩვენ მივიღეთ უკვე 25 წლის მოდელი BYD Song Plus-ი. ხო ესეა? ეს არის საუკეთესო ავტომობილი ელექტრო, რომელიც 610 კილომეტრს გადის. ახლა მე მინდა გაგაცნოთ ახალი ჩემი მოსწავლეები. აბა, მოგზავნით ბიჭებო. აი, ესენი არიან ჩემი პირადად ახალი მოსწავლეები. დათო, საიდან ახარ? სამეგრელო. საიდან? სენაკი. დათოს დღეს გადაიცემა ოფიციალურად საბუთი, რომ მან გამოსდა ჩააბარა და ის არის გაყიდვების ერთ-ერთი მენეჯერი. მან გაიარა პრაქტიკა და ამას გილოცავ. აი ეს მათე მოტორსის აი ეს ტიტული დღეს შენ დაიმსახურე და ამას გილოცავს. კახა, გამარჯობა. კახა, შენ სადაური ხარ? მეგრელი. საიდან ახარ? სენაკიდან, ხო? მოდი, კახამაც დაიმსახურა ეს, რა თქმა უნდა, მათე მოტორსელობა და რა თქმა უნდა კახასაც დღეს გადაეცემა აი ეს აი ამას უნდა შენარჩუნება, მორთხილება და დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ კომპანია იყოს წარმატებული. გამარჯობა. საიდან ახარ? მეგრელი ხარ? მეგრელია. ჩააბარა გამოსდა ჩააბარა და რა ვქნა ახლა? ვინც ჩემთან ერთი წელი იმუშავებს, პრაქტიკას გაივლის და მე მომისმენს, ის კი არა რომ იცი რა შენ ესე მითხარი და მეწყინა, მაშინ მისგან არაფერი არ გამოვა. აი ესენი მისმენდნენ დღე და ღამე და მათ ისწავლეს ის რაც უნდა რაც ცხოვრებაში გამოადგება. აი, დათო არის ახალგაზრდა ბიჭი, სენაკელი კაცია. თავისით მოვიდა და არავისი დახმარება თქვათ არ დაჭირვებია და მას ვასწავლე, შუსტრია, მაგარია და ახლა მეგრელია, ხო? ახლა მოგიყვებით კახაზე. კახა არის რამდენი წლის კახა? 28 წლისა. ახლა წარმოიდგინეთ, მე მინდა ყველა ახალგაზრდას უთხრა, აი, როგორ გითხრათ, აი როგორ ჩემს მათეს ისე მინდა ყველა ახალგაზრდას უთხრა. აი განათლების მიღება. რამდენი წლის ხარ დათო? 20 წლისაა, ხო? 20 წლის განმავლობაში უკვე ინგლისური იციან, უკვე რუსული იციან, უკვე კი არ სამსახურის ზევნა კი არ უჭირთ. თვითონ ვეძებთ ჩვენ ესეთ ახალგაზრდებს, ხო? აი ავიღოთ მაგალითად კახა. კახა არის ადამიანი 28 წლის და აი ღმერთი რო ადამიანს დააჯილდოებს, ხო, ნიჭით და კახა მისის აი 60 წლის განმავლობაში აი ესეთი ნიჭიერ ახალგაზრდას მე პირადად არ შევხვედრივა. კახა არის ინგლისურის უმაღლეს დონეზე სპეციალისტი. კახა არის ჩინური ენის უმაღლეს დონეზე რა ვიცი, უმაღლეს დონეზე თარგმნის და წერს და წერილებს აგზავნის და ძალიან მაგრად. რუსული იცის, აი როგორც ქართული და მეგრული მასე უკეთესად. თუ გინდათ რომ იყოთ მაგარი, მაშინ ახლა დაიწყეთ სწავლა ამ წუთას. გადადებით სხვა ყველაფერს მოასწრებთ, მაგრამ 28 წლის მერე ძნელია ინგლისური სწავლა, რუსულის, ჩინურის, ხო? ეს უნდა ისწავლო, აი თქვენი ასაკის როცა არის ახალგაზრდა. აგერ ახალგაზრდა ბიჭია, ჩვენი კუთხის კაცია, ლამაზი კაცია და დამჯერე კაცია და ყველაფერს მიაღწევს. იმიტომ მიაღწევს, რომ პირველ რიგში უნდა ისწავლო. აი წიგნი. აქ
წერია იფიქრე და გამდიდრდი, ხო უყურეთ როგორ არის. აი როდის არის ეს როდის მაჩუკეს ეს წიგნი და აი ამ წიგნში წერია იფიქრე და გამდიდრე. თუ არ ისწავლი, თუ აი ამას არ წაიკითხა, ოფს არ მოიდენ, იცოდე მთელი ცხოვრება იქნები დატანჯული, დაჩაგრული. როცა შენი ტოლი, გოგო, ბიჭები მიდიან, ბილეთს ყიდულობენ, ინგლისურად ესაუბრებიან და შენ ყოველთვის უკან დგახარ. მე რო გელაბარკალაიას კახამ რო იცის ახლა ინგლისური და კახამ რო იცის ჩინური, აი ის გელაბარკალაიამ რო იცოდეს დღეს 10 წელს 1 წელიწადში, 2 წელიწადში მილიარდელი გავხდები. ეს აუცილებლად უნდა ისწავლო. გაუნათლებელი კაცზე უფრო ცოდვა ამ ქვეყანაზე არავინ არაა, მით უმეტეს ხვალ. მაგრამ ხო ხედავ 28 წლის ხარ და ვერ გაკაჩე. ხო გეუბნები, შენ რაც განათლება გაქვს, სამკაც არა ქვეყანაში, მაგრამ ვერ გაკაჩე, იმიტომ რომ არ ქონდა პრაქტიკა მიღებული. და შენ დღეს აქ რასაც აკეთებ, ეს არის ჩვენთვის საამაყო და საამაყო მეგრელი ხარ და საამაყო კარგი დედისა და მამის შვილი ხარ. მოდი, თქვენ სამივემ გამოსტა ჩააბარეთ. ხო ხედავ უკვე თქვენ ხვალიდან რეალურად იწყებთ მუშაობას და პრობლემა არ აქვს. მოდი ბიჭებო, ჩვენ ახლა გავაპიაროთ ეს ავტომობილი, რომელსაც პიარი არ ჭირდება. აი ეს წიგნი თქვენ უნდა მოგცეთ კახა. შენ ბავშვებს, ახალგაზრდებს ინგლისურს ასწავლიდი, ჩინურს ასწავლიდი, რუსულს ასწავლიდი, ხო? მაგრამ ხეირი არაფერი არ იყო. იმიტომ არ იყო ხეირი, რომ აი ამ ცოდნას ქვეყანა არ აფასებს, მაგრამ დაგიფასებს კომპანია და შენ დაფასებული იქნები დღეიდან. რაც შეეხება, მოდი გავაპიაროთ. ამ ავტომობილს პიარი არ ჭირდება. შენ როგორ დაარქვი კეთი? ჯეტური, ისა ჯეტურების წვიმაო, ხო დაარქვი ჯეტურებს. ახლა არის BYD-ების წვიმა, ხო? მოდი გადავხედოთ, ჯერ აქ რამდენი BYD ამ წუთას, ხო? კეთი, ეს BYD არის დღეს მთელს ევროპაში რო იყიდება, ერთ-ერთი ავტომობილია, რომელიც მთელ ევროპაში იყიდება და არის საუკეთესო ბრენდი. და ეს არის, რა ქვია? Song Plus. ამას აქვს ყველაფერი, აბსოლუტურად. ახლა ჩავჯდე და დავიწყო, ის აქვს, ეს აქვს, არა აქვს, ამას აქვს ყველაფერი. და თავარი რა არის, კეთი? აი ამ ავტომობილისთვის თავარი არის რამდენ კილომეტრს გადის. მე გელაბარკალაია ვაგე პასუხს, რომ ამას აწერია 610 კილომეტრი და 610 კილომეტრს გადის. ერთი სიტყვით, თბილისიდან ჩაგიყვანს ბათუმში, ბათუმიდან ჩამოგიყვანს ზესტაფონამდე. ახლა რაც შეეხება რა მოყვება ამ ავტომობილს, რა თქმა უნდა, გარანტია მოყვება და მინდა ყველას უთხრა, რომ მთელ მოსახლეობას თუ ვინმეს უნდა ელექტრომობილი, დღეს ეს ელექტრომობილი ჩვენ გვყავს ნებისმიერი რაოდენობა უკვე ადგილზე. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმე იტყვის, რომ მე ჯეტურის დილერი ვარ, მე BYD-ის დილერი ვარ, მე რაღაცა იმის Honda-ს დილერი ვარ, მე Volkswagen-ის დილერი ვარ, მე პირდაპირ მინდა უთხრა მოსახლეობას, არავინ არაფრის დილერი არ არის. დილერი არაფერი არ არის. დილერი არის ნებისმიერ კაცს შეუძლია ავტომობილის მოყვანა და გაყიდვა. აქ მთავარი არის, რომ იყო დისტრიბუტორი. მე მაგალითად ვარ დისტრიბუტორი. ბაიკის დისტრიბუტორი და ხვალ იქნები 10 სხვადასხვა ბრენდის 10 დღეში, ხო? დავიწყეთ უკვე, საქმე მოითხოვა. მოდი კეთი. ავტომობილი. ევროპული ვარიანტი. სიდენიები რა თქმა უნდა გადადის. უყურე, შეხედეთ. აი უყურე, მიკროფონი. მიკროფონი აქ კონდეს, აქ და სენაკში დააყენეთ ავტომობილი. აქ იმღერეთ და სენაკში მოусმენენ. წარმოიდგინე ახლა ესეთი დახვეწილი ავტომობილი. ახლა ზოგიერთი ამბობს, ბიჭებო, რომ ისა Mercedes-ი, BMW, შენ მასწავლიკაც უნდა BMW-ს და Mercedes-ს. მოიყვანე ნებისმიერი Mercedes.
ნებისმიერი BMW და სხვა ბრენდები, ხო? არ მინდა ახლა სახელი თქვათ 200 თუ რაღაც $1000 ჩემმა მეგობრებმა მიცეს, სახელის დასახელება არ შეიძლება ძალიან მაგარ ავტომობილში. მესამე დღე ცენს უკან დაუბრუნეს, კაროუკა გაუფიშტა. და ეს არის ავტომობილი. შეიძლება ამასაც რაღაცა ხვალ გაუფიშტეს, მაგრამ ეს არის ამასაც ქარხნული გარანტია 5 წელი. თავარი კეთი დამტენი, ხო? აიყურეთ. ერთი დამტენი, ორი დამტენი, ეს არის კიდე საბურავის რაღაცა. მესამე დამტენი არის აგერ, რომელსაც ეძახიან ჩკარ დამტენს. BYD-ის მე პატრონე მითხრა ერთ-ერთ გამოფენაზე, მე ვთხარი 3 რათ უნდა. ესო დაჩაზე დააყენეო. მეორეო, მანქანაში კონდესო დამტენი და მესამეო, ცოლის დედასთან დააყენე სახში, რომ ხშირად მიხვიდეო. პანორამა. ეს არის ავტომობილი, რომელიც დღეს ითვლება ნომერ 1 ავტომობილად. აბა მოდი კეთი. რა აქვს ამ ავტომობილს? ამ ავტომობილს აქ რა მიდიხარ და სადღაც გინდა ჩვენ ვეძახით პარკინგი, სტაიანკა, ხო? და თავისით რულს ხელს გავუშვებ, ხელი ჯიბეში ჩაიდევი, გაუშვი ავტომობილი და ავტომობილი დღეს შვილს გაუშვებ სახლიდან და ვერ აღგებ საღამოს თავის სახლში, ხო? და ამ ავტომობილს ხელს გაუშვებ, მიდის და თავისით ეძებს ეგრეთ წოდებულ სტაიანკას. ეს ავტომობილები კეთი ყველა ერთნაირია. ხო იცი საქართველოში როგორ არის? საქართველოში როგორ არის? შავი. ეს ავტომობილები ჩვენ გვყავს კეთი ნებისმიერი რაოდენობა. ეს ავტომობილები ძალიან ბევრი 3 დღეა მოყვანილია და ძალიან ბევრი ავტომობილი უკვე გაიყიდა. მეგრელებო, ჩვენ რატო გვაქვს პრობლემა? თუ 1.5 მილიონი ვართ მეგრელები. ბიჭო, 1.5 მილიონი ცოლი ხო ყავს? ცოლი ხო ყავს? გათხოვილი ხო არის? და значит 1-2 მილიონი ხო ყოფილვართ მაინც. მაინც პრობლემას რატო გვიქნიან? 20 წლის რო ვიყავი. სენაკში ცხოვრობდი და ყველა სენაკელს ახსოვს. ნომერ 1 მაღაზია მქონდა, აი მამაშენ შეეკითხე. აგურით გაკეთებული, ფერადი შუშებით გაკეთებული და რა გინდოდა ჩემს მაღაზიაში რო არ იყიდებოდა. რამე ბონებში თუ იყო და ჩეკების მაღაზიაში 20 წლის ვიყავი და ყველაფერი ჩემთან იყიდებოდა და მათ შორის იყიდებოდა კიდევ კახა შეეკითხე მამაშენს და გეტყვის. ჟიგული, კეთი, რამდენი ფული ექნება ბიუჯეტში შეტანილი? აი შენ როგორ ფიქრობ? 100 მილიონი. გელა ბარკალაიას იმდენი ფული აქვს ბიუჯეტში შეტანილი, მე არ ვიცი, რამდენი ფული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი. და თქვენ ხო გაგიგიათ, რამდენი თქვენნაირი ახალგაზრდა მყავს დასაქმებული, ხო? თქვენ ხო იცით, ხო გაგიგიათ, რომ ერთ დროს, ერთ დღეს 7,000 თანამშრომელი მყავდა. წარმოიდგინე ახლა ეს არის ქვეყანა, ხო? ერევანში, დუბაიში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმში ხალხს ვასაქმებ თქვენნაირ ახალგაზრდებს და არასდროს არ ურჩევ ცუდისკენ, ურჩევ ყოველთვის კარგისკენ. პირველი სახელმწიფო უნდა შეგვიწყოს ხელი და თუ შეიძლება შენთვის და როცა მეტყვი რომ იმისთვის შეიძლება, იმიტომ რომ ჩემი ნათესავია და ყველაფერი უნდა გავუправოთ, გაუმწვანოთ და შენთვის ყველაფერი დაკეტილია, იმიტომ რომ კონკურენცია, ხო? კონკურენცია და ვიღაცას პატრონი გამოგუშთა და დავიღალეთ ამდენი პატრონების იმაში, ხო? გამოჩენაში. ახლა დარწმუნებული ვარ, კიდევ დაიწყება, რომ BYD, ხო? BYD როცა არის, სხვა ავტომობილს არ იყიდია, ვის უნდა შენი პრადო? მითხარი, წადი ბათუმში Range Rover მყავს, აქედან ბათუმში წავედი, მოვედი და 1000 ლარი მიჯდება საწვავი, ხო? ამას უნდა 15 ლარი. 15 ლარი წახვალ, მოხვალ, არც ბენზინი უნდა, არც ზეთი უნდა, ხო? და პასუხს ვაგებთ, რომ ეს არის საუკეთესო ავტომობილი. ბიჭებო, ჩვენ ვართ ქართველები, საქართველოს მოსახლეობა ვართ და მათ შორის 1.5 მილიონი მეგრელი ვართ. მიუმატეთ კიდე ცოლი, შვილი და კი ვართ 1-2 მილიონი, ხო და
ჩვენი თხოვნაა რომ ნუ გაგვაბრაზებენ ხო? თორე გაბრაზებული მეგრელი ჩემ ტერს გისურვებთ წარმატებას.